ანუ მერაბიშვილმა კი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა ნაციონალური მოძრაობა ბაღდათის რაიონის პოლიციის უფროს ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლაში ადანაშაულებს. გია თევდორაძის ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გაიმართა. თორნიკე ხურციძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. თორნიკე, რა სახის ზეწოლაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი? საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი გია თევდორაძე აღნიშნა გია თევდორაძის მტკიცებით ბაღდათის რაიონის პოლიციის უფროსმა მიათეს საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გაიუს ბურჯანაძეზე განახორციელა ზეწოლა კერძოდ პოლიციის უფროსმა არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გაიუს ბურჯანაძე საკუთარ ავტომობილში ჩაისვა და მას სიტყვიერ ზეწოლას ახორციელებდა. თავად მიათეს საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ მას პოლიციის უფროსთან საერთოდ არ ქონია საუბარი. მომხდარს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს პოლიციის უფროსის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევას. ბაღდათში ვარციხის ნომერ-1 საარჩევნო უბნის წინ ბაღდათის პოლიციის უფროსი შემშეული იქნა კომისიის წევრებთან ცალკეულ საუბრებში. მე ბანკანაში არ ვდარვარ საერთოდ, არ ვიცი პოლიციის უფროსი. მეტი რა გიყოთ ახლა? შენობის უკან ხوارში ახლა. არ შევდარო. შარზე, ბოდიში შარზე ხوار ხარ რა? არა, თავმჯდომარე იყო, უბანზე არის პოლიციის უფროსი იყო. ჩაგისვათ პოლიციის უფროსმა მანქანაში და ახდენდეთ თქვენზე რაღაც პოლიცია. მაშინ დაგენიზლებებია თუ გინდა? არ მოხდარა. არჩევნების მიმდინარეობას ოცამდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი აკვირდება. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით კი ძირითადად ადგილი აქვს პროცედურულ დარღვევებს. გარდა ამისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა მე-13 საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებლის სტატუსით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით დარეგისტრირებული იყო წყალტუბოს რაიონის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჯიმშელეიშვილი, რომელიც უკვე მოხსნილია საარჩევნო უბნიდან. ეს დამკვირვებელი აღმოჩნდა წყალტუბოს გამგებლის მოადგილე. როდესაც გაირკვა თუ რა წარმოადგენდა პიროვნება, დაუყოვნებლივ დატოვა უბანი და დღესდღეობით აი ამ წუთში, აი ამ საათისთვის ჯიმშელეიშვილი უბანზე აღარ იმყოფება. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი იქნა რიგი პროცედურული დარღვევები, რომლებიც ძირითადად კენჭისყრის პროცედურების დაწყებამდე დაფიქსირდა. ეს გახლდათ წილისყრის პროცედურის ასე ვთქვათ არევა, ასევე არ იყო რიგ შემთხვევაში მარკირების სითხის სწორად გამოყენება ან შემოწმება ამომრჩევლის მარკირების სითხეზე, ასევე დაფიქსირდა ამომრჩეველი რამოდენიმე ამომრჩეველს არ მიეცა ხმის მიცემის უფლება, რომლებსაც 1 ოქტომბერს იგივე უბანზე მისცეს ხმა. დანარჩენი ამ ეტაპისთვის ფიქსირდება სიწყნარედ. რაც შეეხება მოქალაქეთა აქტიურობას ყველა ოლქებიდან საარჩევნო ოლქებიდან მოქალაქეთა ყველაზე მაღალი აქტიურობა ბაღდათის რაიონში ფიქსირდება და ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 25 ამორჩეველთა საერთო რაოდენობის 25%-ზე მეტმა გააკეთა. დიდი მადლობა, ეს იყო თორნიკე ხურციძე, რომელიც საარჩევნო პროცესს ბაღდათში აკვირდება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაღდათის პოლიციის უფროსის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევა და ზეწოლა კომისიის თავმჯდომარეზე უარყო.